მოგესალმებით ქალბატონო მაკა, მადლობა ინტერესისთვის მივესალმები მაყურებელს. რას უყურებთ ჩვენ? ჩვენ ახლა რასაც თვალს ვადევნებთ, ეს არის სამართლისა და კანონის პატივისცემისგან დაცლილი მართლმსაჯულება, რომელიც პატივს არცემს ქვეყნის ძირითად კანონს, კონსტიტუციას, სისტემა, რომელიც გადასულია მთლიანად საჩვენებელ დასჯაზე და ავიწყდება, ან ივიწყებს და ფეხქვეშ თელავს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია იცავს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის თავისუფლება, გადაადგილების თუ ხელშეუხებლობის უფლება, კანონიერი საფუძვლის გარეშე და საქმის სამართლიანად განხილვის უფლება. ეს არის უნივერსალური მუხლი ევროპული კონვენციის. გიორგი ჩიკვაიძის მაგალითი არის სხვათა შორის აი ერთ-ერთი საჩვენებელი სადამსჯელო საქმე. რამდენიმე დღეა ვადევნებთ თვალს, როგორ ახერხებს ერთი ადამიანი აჩვენოს მთელი სისტემის სიმყიფე, სისუსტე, უხერხემლობა, ვის გაუგია თვალთვალი და ფარული საგამოძიებო მოქმედებები გაშიფრული. იმ პირის მიერ ვის მერთა სტარდება თუ ეს ფარული საგამოძიებო მოქმედებებია ან ფარული ოპერატიული ღონისძიებებია, რასაც ხედავდით ამ დღეებში, ხო, ეს თვალთვალი მიყურადება იქ სახლში შესვლა ფარულად და ამ შემდეგ. ზოგადად ფარული საგამოძიებო მოქმედებები კანონით არის დაშვებული, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, სადაც ეს სასამართლოს კონტროლით ხდება და არა სასამართლოს კონტროლის გარეშე. ჩვენ სასამართლო კონტროლი საერთოდ რეალური კონტროლი არ ხორციელდება. ამ ადამიანმა აჩვენა, რომ სისტემა შეიძლება იყოს კომიკურად უკვე გადაქცეული იმ ვითარებაში, როდესაც ის ხდება პოლიტიკური იარაღი. ეხლა რაც შეეხება დაპატიმრებას, წინასწარ ამბობდა უკვე, რომ მან იცოდა, რომ მას დააპატიმრებდნენ. ფორმალურ საფუძვლებად რაც მოვისმინე, ხა მე არ ვიცი ეს დეტალები, მაგრამ რაც მოვისმინე, მითითებულია, რომ ის თავს არიდებდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამ დეტალებს უნდა გარკვევა, არიდებდა თუ წინასწარ თვითონ როგორც ამბობს, ინფორმირებული იყო სასამართლო, როდესაც არ მიდიოდა. ყოველ შემთხვევაში ადამიანი თუ თავს არ არიდებს მართლმსაჯულებას და ჩანდა ეს დღეები, ხო, არა თუ თავს არ არიდებდა, არამედ არა საპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა. ასეთია პროკურატურის განცხადებაში აი ამ ნაწილში ალბათ ხო, მე ვნახე ეს მაკა მივაქციე ყურადღება და ამ ნაწილში ალბათ მისი ადვოკატები დააზუსტებენ, იყო თუ არა ამ ნაწილის, ბრალდების ამ ნაწილის რაიმე არგუმენტაცია. ყოველ შემთხვევაში თვითონ რასაც ამბობდა, მოვისმინე მისი გამოსვლა, ამბობდა, რომ თავს არ არიდებდა გამოძიებას, როცა არ ესწრებოდა სხდომას, ინფორმირებული იყო სასამართლო და მასთან შეთანხმებით იყო. აღკვეთი ღონისძიება გირაო, როდესაც იცვლება პატიმრობით, პატიმრობა ხომ მიიჩნევა როგორც ყველაზე უკიდურესი და ყველაზე მკაცრი ღონისძიება. გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ გირაოს ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების მიზანს. რატო ვერ უზრუნველყოფდა? ეს ადამიანი აი აქ დადიოდა თბილისში, ყველა ხედავდით პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, მტკიცებულებებს აგროვებდა მისი დევნის და ცდილობდა, რომ აი თავისი კერძო გამოძიებით დაედო კონკრეტული სამხილები და არგუმენტები, ხო, საკუთარი თავის დასაცავად და ვნახეთ დღეს საჩვენებელი დაპატიმრება. ვერც ერთი სტანდარტით, რასაც მე ვიცნობ საერთაშორისო პრაქტიკას და ვიცნობ ძალიან კარგად სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, ვერ გაუძლებს ვერც ერთი სტანდარტით ეს სასამართლო დღევანდელი გადაწყვეტილების გაზომვა და ანალიზი რომ მოხდება, ალბათ გასაჩივრდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომ დაცული იყო ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი. ეს ის მუხლია, რომელსაც საუბრობდი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. მოსამართლე უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისაგან თავისუფალი და ეხა ამ საქმეს ისეთი აშკარა პოლიტიკური შლეიფი აქვს, რომ არ ვიცი როგორ უნდა შეძლო სახელმწიფო ამ საქმეზე ამტკიცოს, აი ამდენი სამხილის შემდეგ, რომ არ იყო პოლიტიკური ინტერესი. ამიტომ ჩვენ ახლა რასაც ვადევნებთ, ეს არის თვალს გიორგი ჩიკვაიძის საქმე, ეს არის ბაჩიაშვილის საქმე, ეს არის ანდრო ჭიჭინაძის და სხვათა თუ ზვია ცეცხლაძის და სხვების საქმეები. ხო ამ პროცესებზე ჩართულები ვართ, უყურებთ ახლოდან ამ ყველა ამ სამართლებრივ ეტაპს. არ არის სასამართლო.
არ არსებობს მართლმსაჯულება. დაკარგულია სასამართლოში სამართალი. მოსამართლეები გადაიქცნენ ჯალათებად. და მე მიმეორდება ისევ წარსულის უსამართლო სისტემის მძიმე გამოცდილება. არ ვიცი შეიძლება ზოგს უყვირს ეს, მაგრამ მე აღარაფერი აღარ მიყვირს, თუმცა არ ვკარგავ შინაგანადაც და გარეგნულადაც ამ პროტესტის განცდას, რომ რასაც ქართული ოცნება ხო ამბობს, რომ უკეთესები არიან ნაციონალურ მოძრაობაზე, ეს მოსამართლეები ზუსტად ისე იქცევიან, ასევე სასტიკად ექცევიან მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებას, როგორც იქცეოდა წინა რეჟიმი. არ ვიცი, შეიძლება კიდევ უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებულია უკანონობის მეთოდები. არაფერი პროგრესული, უფრო მძიმე სურათის გარდა არ იკვეთება. მე ვამბობ ამას ადამიანი, რომელსაც ის სასამართლო წლების განმავლობაში არა მხოლოდ მინახავს, არამედ შიგნიდან უყურებდი რა ხდებოდა და ამ სასამართლოსაც უყურებ ძალიან ახლოდან. და ის რომ ზუსტად იგივე მოსამართლეები არიან 80%, ვინ წინა რეჟიმის დროს იყო და ახლები ვინც დაამატეს, ისინი ზუსტად ისე უსამართლოდ იქცევიან როგორც სხვები, ეს მეტყველებს იმას, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არის. და თუ ქვეყანაში მოსამართლე თავის ადგილას არ დგას, დამთავრდა ყველაფერი. ქალბატონო, თქვენ თქვით, რომ ვერც ერთი ეს საქმე და მათ შორის ერთ-ერთი არის გიორგი ჩიკვაიძის საქმეც ვერ გაუძლებს საერთაშორისო სტანდარტებით განხილვას, მათ შორის ევროპულ სასამართლოში. ეს ხომ იცის თავად ბრალდების მხარემაც, მოსამართლემაც, რომელიც იქ გადაწყვეტილებას იღებს და ბიძინა ივანიშვილმაც და ქართული ოცნების სხვა ლიდერებმაც. მაშინ რატომ მიდის ასეთ ვაბანკზე ქართული ოცნება, როდესაც იცის რომ შედეგი იქნება ძალიან მძიმე, მათ შორის შეფასებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. რა საყვარელი ხართ, მაკა, ეს არის პატიოსანი ჟურნალისტის კითხვა, მაგრამ ეს როგორი კითხვა იცით? ესე იგი, რატო ჩადის ბოროტი ადამიანი ბოროტებას, რატო ჩადის ავაზაკი ავაზაკობას, უგუნური უგუნურებას, რატო ჩადიან? იმიტომ რომ ისეთები არიან, არ შეუძლია სხვაგვარად მოქცევა. როგორ არ იცის, უნდა იცოდეს ყოველ შემთხვევაში, აგერ ციხეში უზის ჯერ კიდევ, ხო, წინა მეოთხე პრეზიდენტი მოიხადა სასჯელი რამდენიმე ადამიანმა, რა ვიცი, ზოგი ძებნაშია. ხო აქვს ეს კონკრეტული მაგალითები. მაგრამ მეოთხე პრეზიდენტის ფსიქოლოგია სანქციები არ მოჰყოლია. მათ სანქციები მოჰყვა ამ ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაკავებებს, ტერორს და ასე შემდეგ. გვეუბნებიან, რომ სანქციები იქნება კიდევ უფრო მკაცრი. გულუბრყვილო ნამდვილად არ ვარ, თუმცა როცა იცი რომ შედეგი იქნება ძალიან მკაცრი, მაშინ რატომ მიდიხარ ამაზე გაცნობიერებულად? აღარ არსებობს უკან დასახევი მათთვის? იმიტომ რომ მაკა ჩვენი ლოგიკი, ჩვენ რა ლოგიკასაც მივყვებით, ეს ლოგიკა აცდენილია მათ პოლიტიკურ სურვილებს და მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვშევლობთ ლოგიკურად, რომ ნორმალური ადამიანი ასე არ უნდა იქცეოდეს. რაღაც საფრთხეებს უნდა გრძნობდეს, მithumetes ეს საფრთხეები მოუახლოვდა. სანქციების გთაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია, უკვე ჩამოვიდა სანქციები ივანიშვილიდან და კონკრეტული თანამდებობის პირებიდან რიგით ადამიანებთან, რიგით მოხელეებამდე მიდის, ხო, მაგრამ ამიტომ ამბობ, უგუნური ადამიანი ვერ ხვდება ან ძალაუფლების ხიბლში ჩავარდნილი და დღევანდელი დღით რო ცხოვრობს ადამიანი ვერ ხვდება, როგორ უნდა მოიქცეს ადეკვატურად და შეცდომაზე უშვებენ. ეხლა ფიქრობენ, რომ თუ უკან დაიხევენ, ან თუ აჩვენებენ, რომ კანონობს ქვეყანაში, გონიათ რომ ეს სისუსტეა. ეს რაზე მეტყველებს აბსოლუტურად სტერილურია რაციონალური გადაწყვეტილებებისგან სისტემა, ამ სისტემის შიგნით თუ გარეთ გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერ ხვდებიან რა არის სწორი და რა არ არის სწორი. ამიტომ არის სახიფათო მათი მოქმედება და ამიტომ არის შეცდომაზე დაშვებული. როცა იცი რომ სანქციები გიახლოვდება, კიდევ უფრო მკაცრი ხდება, კიდევ უფრო მეტად იზრდება, ამ გადაწყვეტილებებს საერთაშორისო სასამართლო განიხილავს და მაინც გონიათ რომ ჩაკეტავენ ამ ქვეყანას, რაღაცა იზოლაციაში მოაქცევენ და თვითონ იქნებიან ამ ქვეყნის ბატონ პატრონები
პატრონები ვერ ხვდებიან ვერა რომ არაფერი მარადიული არ არის მარადიული ღირებულებების გარდა და ასეთი მიკრო ბოროტი ქცევები უსამართლო ქცევები ჩემენაზე იურიდიულ ენაზე უკანონო ქმედებები ისჯება და სამართალი რაღაც ეტაპზე ზოგისთვის ადრე ზოგისთვის გვიან მაგრამ ყოველთვის მოქმედებს და ყოველთვის დგება მარცხაჯულების დრო უბრალოდ ვურჩევდი რომ რაც შეიძლება მალე გააცნობიერონ ეს მადლობა უსმენდით ეკა ბესელიას ასეთი იყო